უკრაინის სამშვიდობო გეგმების შესახებ კომენტარი დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემაც გააკეთა. ჩვენ შეგვიძლია ახლა ერთად მოვისმინოთ ეს კომენტარი. გუშინ პირველად მოვისმინეთ ევროპელი ლიდერებისგან, რომ ნებისმიერ სამშვიდობო გეგმას უნდა ჰქონდეს უკრაინის და ევროპის თანხმობა. რაც დამაფიქრებელია და კიდევ ერთხელ გვაფიქრებინებს იმ ეჭვებზე, რომელზეც არის საუბარი თვით ევროკავშირის შიგნითაც, რომ ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანას აქვს საკუთარი ინტერესი ამ ომში და სწორედ ამიტომაც უწოდა ამერიკის მოქმედი სახელმწიფო მდივანმა ამ ომს პროქსი ომი, ან მარიონეტის ხელით წარმოებული ომი, ასე რომ როგორც ჩანს ეს კვანძებიც იხსნება და უფრო ნათლად ჩანს, რომ ამ ომის მიმართ არსებობს პირდაპირ ინტერესი ევროპის ზოგიერთ პოლიტიკურ ჯგუფებში. ეს ინტერესები სხვადასხვანაირად გვესმოდა. ბალტიის ზოგიერთ ქვეყნის პოლიტიკური ჯგუფები საუბრობდნენ იმაზე, რომ მანამ სანამ უკრაინაში ომი არის, მანამდე მათ საფრთხე არ ემუქრებათ და როგორც ჩანს ზოგიერთს ამიტომაც აწყობს ასეთი ამ ომის გაგრძელება. ზოგისგან გვესმოდა, რომ უკრაინა ეს არის ფორპოსტი და პირველი საბრძოლო ხაზი ევროპისთვის და ამიტომაც მნიშვნელოვანი იყო ამ ომის წარმოება იმ მხრივ, რომ რუსეთი დაესუსტებინათ, მაგრამ ყველაზე მთავარი ამ ყველაფერში, რაც ამ მიდგომის ფარისულობას აჩვენებს, რომ არც ერთ ამ ევროპულ ქვეყანას არ სურს თავად იომოს ის ომი, რომელიც გუშინ უკვე ოფიციალურად საკუთარ ომად გამოაცხადეს, როდესაც გვესვობს სამშვიდობო შეთანხმებაზე, ისინიც უნდა დახტახდნენ და უკრაინის თანხმობა, მხოლოდ უკრაინის თანხმობა საკმარისი არ არის.